ავამ გოგომ როგორ შევამხედა, რამე ხო არ მაწვია გოგო. რატომ დამაკვირდა ასე ძალიან? საერთოდ არ უნდა გამოსულიყავი სახლიდან. ალბათ ასეთ სიტუაციაში არაერთხელ ყოფილიყარ. კი, ძალიან ბევრჯერ. რატომ ნერვიულობ ხოლმე? გონია რომ გულში მაინც ყველა მედამცინის. ან უბრალოდ მიმალავენ რომ არ მოვწონვა. მაგ დროს ეცადე პატარა reality check გააკეთო. ზოგჯერ შეიძლება საერთოდ არც გიყურებენ. ან თუ გიყურებენ, იქნებ კარგ რამეს ფიქრობენ. მაგალითად, რა კარგად დაცვია, ან სად იყიდა. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ფოტოების გადაღება. უღებდი ყველაფერს და ჩემს Instagram-ზე ვერთავდი. მე არ ვიცი რა მოხდა. დავკომპლექსდი, შიშები დამეწყო რომ ძალიან ცუდ ფოტოებს ვიღებდი და სხვები დამცინებდნენ. ამიტომ ფოტოების გადაღებას შევწყვიტე. ანუ ჩემი მიზნები და ჰობი დავივიწყე. მხოლოდ იმის გამო რომ სხვების აზრების შემეშინდა. რომ გავიზარდე რაღაცები ვისწავლე, რაც ამ შიშების დაძლევაში დამეხმარა. დღეს ყოველდღე ვიღებ ფოტოებს. შენც რომ შეძლო შიშების დამარცხება ამ სამრჩევას მოგცემ. პირველი, ელჩქვეშ უნდა დააყენო შენი ფიქრები. შენს თავს კითხე რა მტკიცებულება გაქვს რომ ვინმეს მართლა არ მოწონხარ. ხშირად ეს ჩვენი ილუზიებია, ამიტომ უნდა ვცადოთ ყველაფერი რაციონალურად გავიაზროთ. მეორე, ნეგატიური ფიქრები ჩანაცვლე პოზიტიურით ან დელუზიურით. ალბათ იმიტომ მიყურებს რომ ჩემი ჩაცმულობა ძალიან მოეწონა. მესამე, იყავი თავდაჯერებული. ყოველთვის შეახსენე შენს თავს რომ სხვისი შეფასებები საერთოდ არ გჭირდება ვალიდაციის მოსაპოვებლად. სხვებმა არ იციან შენი გამოცდილებების და შეხედულებების შესახებ. შესაბამისად, შეიძლება შენზე არასწორი წარმოდგენები გაუჩნდეთ. ყველას ყოველთვის ვერ მოეწონები და ეგ ნორმალურია. შენ გადარდებს ხალხის აზრი. დაგვიწერე კომენტარებში.